კონსტანტინ პიაცი, ალექსანდრე დუბჩეკი, ჯოხარ დუდაევი, იმრე ნადი, ჰაფიზულა ამინი, ზვიად გამსახურდია, ასლან მასხადოვი, მამედ რასულზადე, ანტანას სმეტონა, თოფა ჩერმოევი, ნოე ჟორდანია, კარლის ულმანისი, ზელიმხან იანდარბიევი. ყველა ამ პიროვნებას ერთი საერთო გააჩნია. ისინი საკუთარი ქვეყნის ლიდერები იყვნენ, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და ყველა მათგანი რუსეთის დაუფარავ აგრესიას შეეწირა. მათი უმეტესი ნაწილი რუსულმა იმპერიამ ფიზიკურად გაანადგურა, დანარჩენი კი ემიგრაციაში აღმოჩნდა. ამა თუ იმ ქვეყანაში საკუთარი გავლენის დასამყარებლად რუსეთის იმპერია აგრესიის სხვადასხვა ფორმას იყენებდა, თუმცა ყველაზე ხშირად კრემლი მიზნის მისაღწევად შეერაღებულ ინტერვენციას მიმართავდა. მოსკოვი მთლიანად ანგრევდა დამარცხებული ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ეროვნული დამოუკიდებლობის ყველა ნიშანს კარგავდა. დავყრობილი ქვეყანა უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ნომინალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ხშირად კი ის უბრალოდ რუსეთის ნაწილად ცხადდებოდა. ახალ პროვინციას კრემლი პირველ რიგში არასასურველი პირებისგან წმენდა. ეს პროცესი კი სახელმწიფოს მეთაურთა ლიკვიდაციით იწყებოდა. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შედეგად რუსეთის ბოლშევიკური პარტია ქვეყნის სათავეში მოექცა და ერთპიროვნულ მართვას შეუდგა. პირველი მსოფლიო ომისა და შიდა არეულობის გამო რუსული იმპერია პრაქტიკულად დაშლილი იყო. ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. რასაც თან საშინელი ეკონომიკური კრიზისი ერთვოდა. კომუნისტურმა რეჟიმმა უპირველეს ამოცანად ხელისუფლების შენარჩუნება და რუსული იმპერიის რეანიმირება დაისახეს. ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კომუნისტები კავკასიის რეგიონს განიხილავდნენ. 1918 წლისთვის კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი ქვეყანა წარმოიშვა. სახელმწიფოებრიობა აღედგინა საქართველომ. დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა აზერბაიჯანმა და სომხეთმა. საკუთარი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა. 1917 წლის მაისში ვლადიკავკაზში მთიელ ხალხთა ყრილობა გაიმართა, რომელმაც ჩრდილოეთ კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი. 1918 წლის მაისში კი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ფედერაციულმა რესპუბლიკამ რუსეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა. ამ ფედერაციაში ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ყველა ერი შედიოდა. ახალ სახელმწიფოს ჩეჩენი ბიზნესმენი თოფა ჩერმოევი ხელმძღვანელობდა. თავის დროზე ჩერმოევი რუსეთის იმპერატორის ლეიბ გვარდიის ოფიცერი იყო. ამ ნაწილს იმპერატორ ნიკოლოზ მეორის პირადი დაცვის ფუნქცია ჰქონდა. თუმცა ჩერმოევმა იმპერატორის კარზე წარმატებულ სამხედრო კარიერას სამშობლოში დაბრუნება არჩია და საქმიანობა ნავთობწარმოებაში გააგრძელა. იგი გროზნოს ნავთობსაბადოების მნიშვნელოვან ნაწილს ფლობდა და ამის წყალობით უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდა. 1917 წელს, როდესაც კავკასიაში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ჩერმოევი ამ პროცესში ჩაერთო და აქტიურად აფინანსებდა მთიელ ხალხთა ფედერაციის საქმიანობას. ახალ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ორ ფრონტზე უწევდა. თავისუფალ კავკასიას ებრძოდნენ როგორც კომუნისტები, ასევე გენერალ დენიკინის თეთრგვარდიელთა არმიაც. 1919 წლისთვის მთიელთა ფედერაციას ჯერ გენერალმა დენიკინმა შეუტია, ხოლო შემდეგ თეთრების დაწყებული საქმე ბოლშევიკებმა დაამთავრეს. კომუნისტებმა ჩანასახშივე მოსვეს ჩრდილო კავკასიის დამოუკიდებლობის იდეა.
მთელი ხალხთა ფედერაციის მთავრობა იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თოფა ჩერმოევი პარიზში აღმოჩნდა. იგი სამშობლოს მოწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ემიგრაციის პირობებშიც განაგრძობდა. ჩერმოევი ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. იგი 1927 წელს ჟენევაში გულის შეტევის შედეგად მოკვდა. ემიგრაციაში გავრცელებული ხმების მიხედვით, მისი სიკვდილი საბჭოთა შესახკომის აგენტებს უკავშირდებოდა, რომლებმაც კრემლისთვის არასასურველი პიროვნება მოწამლეს. 1920 წლის მარტში წითელი არმია უკვე მთლიანად აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიას. ბოლშევიკებმა დენიკინის არმიის დამარცხება შეძლეს და ზედიზედ დაიკავეს ყუბანის, სტავროპოლის, ტუაფსეს და გროზნოს ოლქები. ჩრდილო კავკასიის დამორჩილების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ მთელი ყურადღება აზერბაიჯანზე გადაიტანა. ბოლშევიკების მთავარი ინტერესი ნავთობით მდიდარი ბაქოს რაიონი წარმოადგენდა. აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა. ამ აქტის სულისჩამდგმელი პარტია მუსავატის ლიდერი და ამიერკავკასიის სეიმში აზერბაიჯანული ფრაქციის ხელმძღვანელი მამედ რასულზადე იყო. სწორედ რასულზადე ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დროებით ეროვნულ საბჭოს, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტი შეიმუშავა. აზერბაიჯანის პირველი მთავრობის ხელმძღვანელად კი ფათალი ხან ჰოისკი აირჩიეს. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ 2 წელი იარსება. ისევე როგორც მთელ ხალხთა ფედერაცია, მისი დამოუკიდებლობაც რუსეთმა შეიძინა. 1920 წლის აპრილის ბოლოს რუსეთმა აზერბაიჯანში ინტერვენცია დაიწყო. ინტერვენციის საბაბი ბაქოში მშრომელების აჯანყება და მათთვის დახმარების გაწევა უნდა გამხდარიყო. შეერაღებული გამოსვლების ინსპირირება აზერბაიჯანის კომპარტიას უნდა უზრუნველყო. სინამდვილეში კი მშრომელთა აჯანყება საერთოდ არ მომხდარა. ბაქოს კომუნისტური ორგანიზაცია მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ბოლშევიკური მე-11 არმიის ჯავშნოსანი მატარებელი შემოვიდა. მატარებელს სულ მალე წითელი არმიის შენაერთები მოხვდნენ, რომლებმაც მოკლე ხანში დაიკავეს ქალაქის ყველა სტრატეგიული ობიექტი. ქვეყნის ოკუპაციისთანავე ბოლშევიკებმა სპეციალური დირექტივა გამოსცეს, რომლის მიხედვითაც ჩეკას აზერბაიჯანის მთავრობის საკონცო ფიგურებისთვის ემიგრაციაში წასვლის საშუალება არ უნდა მიეცა. გასაბჭოებიდან რამდენიმე დღეში ბოლშევიკებმა ბაქოსთან ახლოს კიურდამირში მოკლეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო პრემიერ-მინისტრი ნასიბ ბეკ უსუბეილი, რომელიც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მართალია, აზერბაიჯანის პირველი მთავრობის ხელმძღვანელმა ფათალი ხან ჰოისკიმ ფარულად საქართველოში გადასვლა შეძლო, მაგრამ იგი 1920 წლის 19 ივნის თბილისში უცნობმა პირებმა რუსთაველის განდერძზე მოკლეს. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებელი მამედ რასულზადე ბოლშევიკებს ჯერ მთაში გაერიდა, მაგრამ მან საქართველოში ემიგრირება გადაწყვიტა. თუმცა საზღვრის გადაკვეთისას დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან იგი სტალინმა გაათავისუფლა. სტალინი რასულზადეს ჯერ კიდევ ადრეული რევოლუციური პერიოდიდან იცნობდა და მასთან მეგობრობაც აკავშირებდა. მომავალმა ბელადმა მეგობარი მოსკოვში სამუშაოდაც კი წაიყვანა, მაგრამ რასულზადე ბოლშევიკურ რეჟიმს ვერ შეეგუა და 1922 წელს რუსეთიდან გაიქცა. ემიგრაციიდან მან სტალინის წერილიც კი მისწერა, სადაც რუსულ იმპერიალიზმზე ღიად საუბრობდა. ისევე როგორც 100 წლის წინ, რუსეთი კვლავ განაგრძობს ახალი კოლონიების შემოერთებას. ხელისუფლების სათავეში მოსულმა კომუნისტურმა პარტიამ გადაუხვია თავის იდეოლოგიურ საფუძვლებს და გადაწყვიტა კვლავ ააღორძინოს რუსეთის იმპერია. ასეთი მოქმედება მმართველი ელიტის იმპერიული ამბიციებით არის გამოწვეული. იმპერიული შოვინიზმის ჩანაცვლება მუშათა კოსმოპოლიტიზმით არსებითად არაფერს ცვლის და საბოლოო ჯამში პატარა ერების განადგურებას იწვევს. თქვენ იარაღის ძალით ახშობთ ეროვნულ მოძრაობას კავკასიაში და თურქესტანში, მაგრამ აცხადებთ, რომ ამას აკეთებთ ადგილობრივი პროლეტარიატის ინტერესებიდან გამომდინარე. მამედ რასულზადე, სტამბოლი, 1923 წლის დეკემბერი. Məhəmməd Əmin Rəsulzadə yazırdı ki, Lenin Rusiyası ilə Nikolay Rusiyası arasında fərq yoxdur. მამედ ამინ რასულზადე წერდა,
რომ ლენინისა და ნიკოლოზის რუსეთს შორის განსხვავება არ არსებობს. ნიკოლოზის რუსეთის ფერი თეთრი იყო, ლენინის რუსეთი კი წითელი. მაგრამ არსით მათ შორის სხვაობა არ იყო. უბრალოდ ფორმა შეიცვალა. ამიტომ აზერბაიჯანის გასაბჭოებიდან ცოტა ხანში გაასაბჭოეს სომხეთი და საქართველო. ასევე შევიდნენ სხვა ქვეყნებშიც. 40-იან წლებში დაიპყრეს ბალტიის სახელმწიფოები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, როგორიც არის პოლონეთი, უნგრეთი და სხვა. ემიგრაციის პერიოდში მამედ რასულზადე აქტიურად იბრძოდა სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 1924 წელს მან სტამბოლში აზერბაიჯანის ნაციონალური ცენტრიც კი დააფუძნა, რომელიც კოორდინაციას უწევდა აზერბაიჯანელი ემიგრანტების საქმიანობას ბოლშევიზმის წინააღმდეგ. რასულზადემ სამშობლოში დაბრუნება ვეღარასოდეს მოახერხა. 1955 წელს იგი სტამბოლში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1920 წლის 7 მაისს ბოლშევიკურ რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებით რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ნოე ჟორდანიამ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება ქვეყნის გადარჩენას ჩათვალა. ეს ფაქტი თბილისში ზარბაზნების როლი და სახალხო ზეიმით აღნიშნეს. ჟორდანია საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის, სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელი იყო. ეს პარტია რუსეთის მენშევიკების ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ ქართველი სოციალ-დემოკრატები საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში განიხილავდნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე სერიოზულად არც კი ფიქრობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის სათავეში სოციალ-დემოკრატების იდეური მოწინააღმდეგეები, ბოლშევიკები მოვიდნენ და ამასთან ქვეყანას თურქეთის აგრესია დაემუქრა, ჟორდანიას პარტიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჟორდანია თვლიდა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოფიციალური ცნობა ქვეყანას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი განვითარების საშუალებას მისცემდა. მოსკოვში საქართველოს წარმომადგენელს გრიგოლ ოროტაძეს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით დეპეშაც კი გაუგზავნა, სადაც შემდეგს წერდა: იმედი მაქვს, რომ ამიერიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოესპობა ყველა გაუგებრობა და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანად და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძველზე გარდასაქმნელად. თუმცა როგორც სულ ცოტა ხანში გაირკვა, კომუნისტებისთვის 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება არაფერს ნიშნავდა. 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება და საქართველოში შემოიჭრა. ინტერვენციის მიზეზად, ისევე როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში, კომუნისტური აჯანყება დასახელდა. მოსკოვის მტკიცებით, მე-11 წითელი არმიის ნაწილები მხოლოდ ქართველი მშრომელების მოწოდებას გამოეხმაურნენ, რომლებიც წითელ არმიას ჩაგვრელი მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ. უშედეგო აღმოჩნდა ჟორდანიას მიერ კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების მცდელობაც. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ბოლშევიკური რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ჩიჩერინს შემდეგი დეპეშა გაუგზავნა. რას მოითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ თქვენი მიზნები, რის გამოც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. იქნებ შევძლოთ სისხლის ზღვრის გარეშე მოლაპარაკება. ჟორდანიას ეს დეპეშა რუსეთმა უპასუხოდ დატოვა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა და საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. კანონიერი ხელისუფლება იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ნოე ჟორდანიასთან ერთად საქართველო დატოვეს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრებმა, ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ ბინა პარისთან ახლოს დაბა ლევილში დაიდო. Eh bien, on dit que Noé Jordania voyait très ამბობენ, bien რომ les choses, ჟორდანია même les შორს choses მჭვრეტელი იყო quotidiennes. და Alors, კარგად au შეეძლო début, პოლიტიკურ ვითარებაში გარკვევა. ah non, je pense que მაგრამ quelques როგორც années, გაირკვა, pensait საქართველოს peut-être შემთხვევაში que les იგი choses შეცდა. allaient, changer როდესაც ის là-bas ემიგრაციაში aujourd'hui, აღმოჩნდა, ფიქრობდა, d'après ce que რომ j'ai საქართველოში compris, ვითარება ce qu'on a dit, სასიკეთოდ il n'avait სულ pas- მალე il n'avait pas შეიცვლებოდა. d'illusion. შემდეგ იგი მიხვდა, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გასტანდა. ხვდებოდა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა თავისუფლების მოპოვება.
მაშინ ალბათ მას ვერც კი წარმოედგინა ის უზარმაზარი ცვლილებები, რომელსაც საბჭოეთის ნგრევა ერქვა. დევნილი მთავრობა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას ემიგრაციაში წაგრძელებდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნება ვერც ერთმა მათგანმა ვეღარ მოახერხა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია 1953 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა. საქართველოს გასაბჭოებით საბჭოთა იმპერიამ კავკასიის დამორჩილება დაასრულა. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ბოლშევიკებმა ძირითადად შეძლეს ყოფილი რუსეთის იმპერიის საზღვრების აღდგენა, თუმცა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით კრემლმა წარმატებას ვერ მიაღწია. საბჭოთა რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაპყრობაც სცადა, მაგრამ 1920 წელს იუზეფ პილსუდსკის მეთაურობით პოლონელთა მიერ წითელი არმიისთვის მიყენებულმა უმძიმესმა დარტყმამ კრემლს დროებით ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე. 1939 წელს ევროპაში ახალი ტერიტორიული გადანაწილება დაიწყო, რომლის ინიციატორიც ნაცისტური გერმანია იყო. ფაშისტებმა კრემლს თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ბოლშევიკური რეჟიმი სემონებით დათანხმდა. 1939 წლის აგვისტოში მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ფონ რიბენტროპმა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას. ამ შეთანხმების მიხედვით ახალი პარტნიორები შუაზე იყოფდნენ პოლონეთს. ამასთან გერმანია საბჭოთა ინტერესების სფეროთ აღიარებდა ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, ფინეთს და ბესარაბიას. – 1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტები თავს დაესხნენ პოლონეთს. ორი დღის შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ევროპაში ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელიც მალე მთელ მსოფლიოს მოედნდა. 17 სექტემბერს საბჭოთა ჯარებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს და იმ ტერიტორიის დაკვევა დაიწყეს, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით საბჭოთა გავლენის სფეროდ განისაზღვრა. პოლონეთის აღმოსავლეთ პროვინციების ოკუპირების შემდეგ საბჭოთა კავშირმა ყურადღება ბალტიისპირა სახელმწიფოებზე გადაიტანა. კრემლმა ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მცოცავი ოკუპაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე მოსკოვმა ბალტიურ სახელმწიფოების სამივე ქვეყანას სამხედრო ურთიერთშეთანხმების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა. ამ შეთავაზებას ულტიმატუმის სახე ჰქონდა და მისი უარყოფის შემთხვევაში ბოლშევიკები ომის დაწყებით ემუქრებოდნენ. მოსკოვის განცხადებით შეთანხმება მხოლოდ სამხედრო სფეროს ეხებოდა და იგი გამორიცხავდა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, ან მათი სუვერენიტეტის ხელყოფას. ესტონეთის ლიდერი კონსტანტინ პიაცი, ლატვიის პირველი პირი კარლის ულმანისი და ლიტვის პრეზიდენტი ანტანას სმეტონამ იძულებულნი გახდნენ საბჭოეთის წინადადებას დათანხმებოდნენ. ოქტომბრის ბოლოსთვის თითოეულ ქვეყანაში 25,000-იანი საბჭოთა სამხედრო კონტინგენტი განთავსდა. 1940 წლის ზაფხულში კრემლმა დადებული შეთანხმება დაარღვია და სამივე ქვეყანაში წითელი არმიის დამატებითი ნაწილები შეიყვანა. მოსკოვის ზეწოლით, როგორც ლიტვაში, ასევე ლატვიაში და ესტონეთში, ეროვნული მთავრობა გადადგა და მათ ნაცვლად სათავეში ადგილობრივი კომუნისტებისაგან დაკომპლექტებული ხელისუფლება აღმოჩნდა. სულ მალე სამივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირში შეუერთეს და წითელ იმპერიაში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით შევიდა. ლიტვის პრეზიდენტი ანტანას სმეტონა საბჭოთა აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას ემხრობოდა. თუმცა ლიტვის მთავრობის საგანგებო თათვირზე პრეზიდენტს მხარი არავინ დაუჭირა. სმეტონამ ოკუპაციის პირობებში ლიტვაში დარჩენა აღარ იცოდა. მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად პრეზიდენტმა სამშობლო დატოვა და თავი აღმოსავლეთ პრუსიაში აფარა. სმეტონასგან განსხვავებით სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტეს ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა. ორივე საბჭოთა სისტემამ იმსხვერპლა. ახალ ტერიტორიებზე კრემლი ტოტალურ წმენდას ატარებდა და საბჭოთა სისტემისადმი არალოიალურ ყველა პირს აპატიმრებდა.
რეპრესიები პირველ რიგში სახელმწიფო მოხელეებს და ქვეყნის პირველ პირებს ეხებოდა. წლის ზაფხულში დააპატიმრეს და ოჯახთან ერთად სტავროპოლში გადაასახლეს ლატვიის პრეზიდენტი კარლეს ულმანისი. Ну и он просил новое правительство. იგი ახალ ხელისუფლებას თხოვდა, რომ შვეიცარიაში გამგზავრების ნება დაერთოთ, რათა სიცოცხლე იქ დაესრულებინა. საბჭოთა მთავრობა ამ წინადადებას თითქოს დათანხმდა. პასპორტიც გამოუწერეს. მატარებელშიც ჩაჯდა, რომლითაც იგი ვითომ შვეიცარიაში უნდა გამგზავრებულიყო. ეს ისტორიული ფაქტია და არსებობს ხალხიც, ვინც მას სადგურზე აცილებდა. მაგრამ მისი მატარებელი შვეიცარიის ნაცვლად მოსკოვში აღმოჩნდა. 2 წლის შემდეგ იგი თურქმენეთის ციხეში გარდაიცვალა. იგივე ბედი ეწია ესტონეთის პრეზიდენტს კონსტანტინ პიაცას. პიაცი უფაში გადაასახლეს. შემდეგ კი ბრალის წაყენების გარეშე ციხეში ჩასვეს. Арестовали на 4-й день после начала войны. იგი გერმანიასთან ომის დაწყების შემდეგ მეოთხე დღეს დააპატიმრეს. ანუ ომი დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს და 26 ივნისს მასთან ერთად აიყვანეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი. 26 ივნისს მე უკანასკნელად ვნახე ბაბუა და მამა. ისინი ბაშკირეთის შინსახკომის უფროსთან დაიბარეს გასაუბრებაზე. ჩვენი ოჯახი უფაში ლენინის ქუჩაზე 46 ნომერ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მახსოვს როგორ წავიდნენ ისინი, როგორ გადაკვეთეს ეზო. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა შინამოსამსახურე ქალიც და მან უთხრა დედას, ქალბატონო, თქვენ მათ ვეღარასოდეს შეხვდებით და ასეც მოხდა. ესტონეთის პრეზიდენტმა სიცოცხლე 1952 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში დაასრულა. ამგვარად მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა პოლონეთის მნიშვნელოვანი ნაწილისა და ბალტიის ქვეყნების დაკავება შეძლო. თუმცა ამ პერიოდში იყო ერთი წარუმატებელი პრეცედენტიც. ფინეთი. 4 თვიანი უთანასწორო ბრძოლის პირობებში ფინელებმა უსწორმასწარ წითელ არმიას უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს. მართალია საბოლოოდ საბჭოთა კავშირთან ომის შედეგად ფინეთმა თავისი ტერიტორიის 10% დაკარგა, მაგრამ მან დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლო. $1945 წელს გერმანულმა ნაციზმმა მეორე მსოფლიო ომში მარცხი განიცადა. ევროპა ფაშიზმისგან გათავისუფლდა, მაგრამ მის სანაცვლოდ კომუნიზმი მიიღო. აღმოსავლეთ ევროპა ბოლშევიკების გავლენის სფეროდ გადაიქცა. კომუნისტების ნებას ადგილზე კრემლის ერთგული მთავრობა ასრულებდა. სატელიტების სამართავად მოსკოვი მარიონეტებს საგულდაგულოდ არჩევდა, მაგრამ საკმარისი იყო მათ ოდნავ გადაეხვიათ კრემლის მიერ დასახული გზიდან, რომ ნომინალურ მმართველს დაუნდობლად ანადგურებდნენ. 1956 წელს სახალხო გამოსვლები დაიწყო უნგრეთში, სადაც ხალხი კომუნისტური მმართველობის გაუქმებას და მოსკოვის დიქტატიდან ქვეყნის გამოსვლას ითხოვდა. საპროტესტო გამოსვლებს ბიძგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმრე ნადის პოსტიდან გათავისუფლება მისცა. ნადი, რომელიც უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელად 1953 წელს დაინიშნა, ქვეყანაში დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკისკენ მიმართულ რეფორმებს ატარებდა. ნადი არ წარმოადგენდა მოსკოვისთვის უცხო ადამიანს. იგი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი ჯერ კიდევ 1917 წლიდან იყო. ბოლშევიკების მხარეს მონაწილეობდა სამოქალაქო ომშიც. 1930 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა და კომინტერნის აპარატში მუშაობდა. უნგრეთში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ კი მას ხელისუფლებაში ყოველთვის მაღალი თანამდებობები ეკავა. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც კი ნადიმ რუსეთისგან დამოუკიდებელი კურსის გატარება დაიწყო, იგი გაათავისუფლეს. ნადის გადაყენებამ უნგრულ საზოგადოებაში კომუნისტური სისტემის მიმართ უკმაყოფილება გააძლიერა. 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტში კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში დემოკრატიზაციის კურსის გატარებას
და იმრე ნადის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ. უნგრეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ნადი დაებრუნებინა. ქუჩაში გამოსული ხალხის მოთხოვნით ნადიმ სოციალისტური სისტემის დემონტაჟი დაიწყო. გაუქმდა ერთპარტიული სისტემა. გამოცხადდა კოალიციური მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება. ამასთან უნგრეთი ტოვებდა ვარშავის სამხედრო ხელშეკრულებას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბუდაპეშტი სოციალისტური სისტემიდან და მოსკოვის დაქვემდებარებიდან გამოდიოდა. უნგრეთში გავლენის შესანარჩუნებლად კრემლმა ბუდაპეშტში ტანკები შეიქმნა. ინტერვენციის დაწყებისთანავე ნადიმ თანამემამულეებს რადიოთი მიმართა და ბრძოლისკენ მოუწოდა. ჩვენი ჯარები ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევენ. მთავრობა თავის ადგილას რჩება. აცხადებდა ნადიმ. უნგრეთის დედაქალაქში ნამდვილი ომი მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის, ავიაციისა და артиლერიის გამოყენებით. საბჭოთა იმპერიამ უნგრელთა თავისუფლებისკენ სწრაფვა სისხლში ჩაახშო. აჯანყების დამარცხების შემდეგ ნადიმ მთავრობის რამდენიმე წევრთან ერთად თავი იუგოსლავიის საელჩოს შეაფარა. Alatt mi nem alig láttuk nagyapámat. Azon az egy-két éjszakán kívül, amit itt haza tudott jönni. რევოლუციის დროს მე ბაბუასთან შეხვედრის საშუალება პრაქტიკულად არ მქონია. სულ რამდენჯერმე დავინახე ის და ისიც ღამით. როდესაც ბაბუა სახლში მცირე ხნით მოდიოდა, ჩემი მშობლები მასთან ტელეფონით საუბარსაც კი ვერ ახერხებდნენ. იგი მთლიანად იყო დაკავებული მიმდინარე მოვლენებით. მას მხოლოდ 4 ნოემბერს, გამთენიისას, იუგოსლავიის საელჩოში შევხვდით. რაღაც დრო ერთად გავატარეთ. ბუნებრივია, რომ საელჩო არ იყო მზად ამდენი ადამიანი შეეფარებინა. ფიზიკურად ადგილი არ იყო საკმარისი. მაგალითად, ბავშვებს ბუხარში გვეძინა. ბაბუას და ბებიას კი ერთი ნორმალური ოთახი გამოუყვეს. ბაბუას შევეცოდე და თავის ოთახში წამიყვანა. იმ ღამეს რასაკვირველია, არც ერთს არ გვეძინა. მე ბაბუასა და ბებიას შორის ვიწექი. კარგად მახსოვს, რომ გამთენიისას საელჩოს შენობა საბჭოთა ტანკებმა ალყაში მოაქციეს. ბაბუა ფანჯარასთან იდგა და გმირთა მოედანს უყურებდა. És égett a Vajdahunyad-vár, és nagyapám nézett ki a Hősök terére. მას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი მოსკოვზე ზეგავლენას მოახდენდა. თუმცა ნადის ვარაუდი არ გამართლდა. საბჭოთა მხარემ იგი საელჩოდან მოტყუებით გამოიყვანა და დააპატიმრა. $1958 წლის 9 ივნისს უნგრეთის სახალხო სასამართლოში დახურული პროცესი დაიწყო, რომელზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრე ნადს და მის რამდენიმე თანამებრძოლს ასამართლებდნენ. მას ბრალი სახელმწიფო ღალატსა და შეთქმულების ორგანიზება შეედებოდა. 15 ივნისს სასამართლომ იმრე ნადს სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენის სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანეს. კრემლმა უნგრეთის მუშურგლეხური მთავრობის ახალგემძლეად იანოშ კადარი დანიშნა, რომელიც ბუდაპეშტში საბჭოთა ტანკების თანხლებით შევიდა. Hát ezt nem gondoltunk semmiféle. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ბაბუას სიკვდილს მიუსჯიდნენ. Hát van kifutása, lesz tárgyalás. გვეგონა, რომ სიცოცხლის შეუნარჩუნებდნენ. Hogy az élet megmarad mindenképpen. როდესაც ბაბუას დაგვაშორეს, მთელი ჩვენი ოჯახი რუმინეთში გადაიყვანეს. amikor aztán minket და ჩვენ არაფერი ვიცოდით, რა ხდებოდა უნგრეთში. És ott egyszer csak 58 augustusában elénk raktak egy 1958 წელს შემთხვევით რაღაც გაზეთი ჩაგვივარდა ხელში. kommunistákhoz méltóan. წავიკითხეთ, რომ მოეწყო სასამართლო პროცესი.
და ბაბუა სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. მხოლოდ გაზეთით გავიგეთ. ეს საშინელება იყო. უნგრული მოვლენებიდან 12 წლის შემდეგ თითქმის იგივე განმეორდა სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაშიც. 1968 წლის დასაწყისში ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის პირველ მდივნად ალექსანდრე დუბჩეკი აირჩიეს. იმრე ნადის მსგავსად კრემლისთვის დუბჩეკიც მისაღები ფიგურა იყო. დუბჩეკის ოჯახი 1925-38 წლებში საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. იგი 50-იან წლებში მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში სწავლობდა და კარგად საუბრობდა რუსულად. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან. მას კრემლში მოფერებით ჩვენ საშასაც კი ეძახდა. Dubček, který v tu dobu vedl komunistickou stranu na Slovensku. Dubčeki, რომელიც მაშინ სლოვაკეთის კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა და ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლებოდა, ისეთი ფიგურა იყო, რომ ყველას აწყობდა. მოსკოვი დუბჩეკის არჩევით კმაყოფილი დარჩა. დუბჩეკის მშობლები საბჭოთა კავშირში საცხოვრებლად მაშინ გადავიდნენ, როცა იგი ბავშვი იყო. მისი ოჯახი ჯერ ყირგიზეთში ცხოვრობდა. შემდეგ კი ნიჟნი-ნოვგოროდში გადასახლდა. მამამისი საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა. რასაკვირველია, დუბჩეკმა ბრწყინვალედ იცოდა რუსული. საერთო ჯამში მას რუსეთში 16 წელი ჰქონდა გატარებული. კომპარტიის პირველ მდივნად არჩევიდან რამდენიმე თვეში დუბჩეკმა ქვეყანაში რეფორმების გატარება გადაწყვიტა. იგი არ იყო ჩეხოსლოვაკიაში სოციალისტური წყობის დემონტაჟის მომხრე. მას არც პრაღის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შესვლა უცდია. მას უბრალოდ სოციალიზმისათვის ადამიანური სახის მიცემა სურდა. თუმცა მოსკოვმა დუბჩეკის რეფორმები ანტისოციალისტურ ქმედებად შეაფასა და 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში ჯარები შეიყვანა. კრემლმა ქვეყნის მთლიანი ოკუპაცია განახორციელა. დუბჩეკს სოციალიზმის კურსიდან ოდნავი გადახვევაც კი არ აპატიეს. რუსმა ჯარისკაცებმა გამთენიისას კომპარტიის შენობას, სადაც დუბჩეკი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და ჩეხოსლოვაკიის ლიდერი დააპატიმრეს. მასთან ერთად დააპატიმრეს შენობაში მყოფი მთავრობის რამდენიმე წევრი. ისინი ამავე დღეს საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს. იმრე ნადისგან განსხვავებით დუბჩეკი სიკვდილით არ დაუჟიათ, მაგრამ იგი მთლიანად ჩამოაშორეს ქვეყნის მართვას. კრემლმა მის ნაცვლად ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელად მარიონეტი უსტავ უსაკი დანიშნა, რომელიც მოსკოვის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. Protože po odstranění Dubčeka a po nástupu დუბჩეკის გადადგომისა და გუსტავ გუსაკის მოსვლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია საბჭოთა კავშირის მძიმე ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. Takže vlastně veškeré reformy ყველა რეფორმა, რომელსაც დუბჩეკი ახორციელებდა, შეაჩერეს. ჩეხოსლოვაკია ისევ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელშიც იგი 50-60-იანი წლების მიჯნაზე იმყოფებოდა. ასე რომ გუსაკის პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და იგი უფრო მძიმე იყო, ვიდრე მაგალითად ანტონინ ნოვოტნის დროს. რადგან მაშინ ხელისუფლებაში ლიბერალიზმის რაღაც ფორმა მაინც არსებობდა. აიკრძალა ყველაფერი ის, რასაც აკეთებდა არა მარტო დუბჩეკი, არამედ ისიც კი, რასაც ნავოტნი ნერგავდა თავისი მმართველობის ბოლო წლებში. საბჭოთა კავშირს ასეთი რეფორმები არ სჭირდებოდა. 1978 წლიდან კრემლმა აქტიური დამკვიდრება დაიწყო შუა აზიის რეგიონში, სადაც თავისი გავლენის შემდგომი გაფართოებისთვის პლაცდარმის სახით ავღანეთს იყენებდა. 1978 წლის აპრილში კაბულში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კომუნისტური გადატრიალება გახორციელდა და ხელისუფლების სათავეში ავღანეთის რევოლუციური საბჭო მოვიდა. მოსკოვის გადაწყვეტილებით საბჭოს თავმჯდომარედ სახალხო დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ნურ მოჰამედ ტარაკი დაინიშნა. მაგრამ ერთ წელიწადში ავღანეთში არსებული მდგომარეობა კრემლის კონტროლიდან გამოვიდა. 1979 წელს ტარაკი მისმა მოადგილემ ჰაფიზულ ამინმა მოკლა და ავღანეთის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის პოსტი თავად დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ამინი კომუნისტური კურსის ერთგული იყო, მოსკოვმა მას ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება არ აპატიადა. კრემლში ჩათვალეს, რომ ამინი საბჭოთა კავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 1979 წლის 12 დეკემბერს ბრეჟნევმა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. 25 დეკემბერს საბჭოეთმა ავღანეთში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. ორ დღეში წითელმა არმიამ სრული კონტროლი დაამყარა ქაბულზე. 27 დეკემბერს საბჭოთა უშიშროების აგენტებმა ტაჯბეკის სასახლეში საზეიმო სადელის დროს ჰაფიზულა ამინი და ავღანეთის მთავრობის წევრები მოწამლეს. ექიმებმა გონება დაკარგული ამინის მობრუნება შეძლეს, მაგრამ ამინს ამან ვერ უშველა. მოსკოვს მისი მოშორება მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი. იმავე დღეს საბჭოთა თავდაცვის სამინისტროს ბატალიონმა და სუკის სპეცდანიშნულების რაზმმა ამინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა. სასახლის შტურმის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა 200 ადამიანი მოკლეს. მათ შორის ბავშვები და ქალები. ამ ოპერაციის დროს დაიღუპა ჰაფიზულა ამინი და მისი 2 მცირეწლოვანი ვაჟიც. იმავე დღეს საბჭოთა სამხედროების გაძლიერებული დაცვის თანხლებით კაბულში ჩავიდა ავღანეთის ახალი მმართველი ბაბრაკ ქარმალი. ავღანეთში 10 წლიანი ომი დაიწყო, რომელსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მე-20 საუკუნის მიწურულს, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ზედიზედ გამოვიდნენ კრემლის კონტროლიდან. ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა, ვინც საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა, საქართველო იყო. 1990 წელს გამართული უზენაესი საბჭოს არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში ზვიად გამსახურდიას მეთაურობით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მოვიდა. ქართული მწერლობის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, დისიდენტი ზვიად გამსახურდია, მთელი თავისი შეგრებული ცხოვრების განმავლობაში საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა და მის უპირველეს მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1991 წლის მარტში საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 98%-მა ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. ამ რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მოსკოვმა, რომელიც საქართველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა, აქტიური მოქმედება დაიწყო. იგი გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას დახმარებას უწევდა და საქართველოში ვითარების ესკალაციას ახდენდა. კრემლის მიზანს ქართველებს შორის შეერაღებული დაპირისპირების ინსპირირება და ამით საქართველოზე გავლენის შენარჩუნება წარმოადგენდა. Российская сторона не раз предлагала Звяду вступить, რუსეთი არაერთხელ სთავაზობდა ზვიადს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას, მაგრამ ზვიადისთვის ეს მიუღებელი იყო. იგი არ დათანხმდა არც მაშინ, როდესაც იგი ხელისუფლებაში იყო და არც შემდეგ. ეს თემა უბრალოდ გამორიცხული იყო. როდესაც საუბარი ქართულ სახელმწიფოს ეხებოდა, იქ ზვიადისთვის ვაჭრობა მიუღებელი გახლდათ. 1991 წლის დეკემბერში თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. ოპოზიციის შეერაღებულმა ნაწილმა რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობას შეუტია. ოპოზიცია პირდაპირ მარაგდებოდა იარაღით ამიერკავკასიის სამხედრო შტაბიდან. ოპოზიციის მხარეს შეტაკებებში მონაწილეობას რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები წერდა. ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ პრეზიდენტმა გამსახურდიამ მთავრობის წევრებთან ერთად თბილისი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.
საქართველოში ძალაუფლება ამბოხებულების მიერ შექმნილმა სამხედრო საბჭომ აიღო, რომელმაც შემდეგ ქვეყნის მართვა საქართველოს კომპარტიის ყოფილ პირველ მდივანსა და საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს გადააბარა. 1993 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა გამსახურდიამ სამშობლოში დაბრუნება მოახერხა. იგი დასავლეთ საქართველოში მაშინ ჩავიდა, როდესაც აფხაზის სეპარატისტები რუსის სამხედროების დახმარებით სოხუმს უდევდნენ. საქართველოს რესპუბლიკის გამსახურდიამ ზუგდიდში დევნილი მთავრობის აღდგენა გამოაცხადა. თუმცა ხელისუფლების აღდგენისკენ მიმართული მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება მოასწრა, შევარდნაძის ხელისუფლებას გამსახურდიას წინააღმდეგ ქმედითი სამხედრო დახმარება გაუწია. გამსახურდიას მომხრე შენაერთები დამარცხდა. თავად პრეზიდენტი გამსახურდია კი იმავე წლის ოქტომბერში წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. დანაწევრებული და დაშლილი საქართველო კვლავ რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა. Смерть Зуяда Гамсахурдия была выгодна только одной силе. Это была российская сторона. ზვიად გამსახურდიას სიკვდილი მხოლოდ ერთ მხარეს აწყობდა, რუსეთს. ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი სიკვდილით ისინი სამუდამოდ ასამარებდნენ ქართულ მოძრაობას და პირიქით გაამყარებდნენ შევარდნაძის რეჟიმს. მოსკოვში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ მოხდებოდა ვარდების რევოლუცია და შევარდნაძის რეჟიმი შეიცვლებოდა. საქართველოს პარალელურად თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო ჩეჩნეთის რესპუბლიკამ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ამ ბრძოლას საბჭოთა არმიის ყოფილი გენერალი ჯოხარ დუდაევი ხელმძღვანელობდა. დუდაევი 1944 წლის 15 თებერვალს ჩეჩნეთის დაბა იალხორიში დაიბადა. ჯოხარის დაბადებიდან 8 დღეში 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა სპეცსამსახურებმა ოპერაცია ჩეჩევიცა დაიწყეს, რომელიც მთელი ერის სამშობლოდან დეპორტაციას გულისხმობდა. ჩეჩნები და ინგუშები სატვირთო ვაგონებში შეყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ყაზახეთისა და ყირგიზეთის უდაბნოში 650,000 ადამიანი აღმოჩნდა. გადასახლებულთა შორის იყო 8 დღის დუდაევიც. სამშობლოში დაბრუნება მან მხოლოდ 1957 წელს შეძლო. დუდაევმა სამხედრო მფრინავის პროფესია არჩია და ამ სფეროში წარმატებული კარიერაც გაიგეთა. 1990 წლისთვის მას უკვე გენერალ-მაიორის ჩინი ჰქონდა და სტრატეგიული დანიშნულების მძიმე ბომბდამშებთა დივიზიას ხელმძღვანელობდა. როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, დუდაევმა არმიაში წარმატებული კარიერა მიატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი სათავეში ჩაუდგა ჩეჩნეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც მიზნად რუსეთის შემადგენლობიდან ჩეჩნეთის გასვლას ისახავდა. 1991 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ხმათა 90% ჯოხარ დუდაევმა მიიღო. პირველივე დეკრეტით დუდაევმა რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთისგან ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოსპობა კრემლმა საქართველოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვიტა და დუდაევის ეროვნულ მოძრაობას ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირა. თბილისის მსგავსად სამოქალაქო ომი დაიწყო გროზნოშიც. თუმცა ჩეჩნეთში კრემლმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. დუდაევის ერთგულმა სამხედრო ფორმირებებმა პრორუსული შეიარაღებული ოპოზიცია დაამარცხა. პრეზიდენტის მებრძოლებმა ტყვედ რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო წაიყვანეს, რომლებიც ოპოზიციის მხარეს იბრძოდნენ. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსეთმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო. პრეზიდენტ ბორის ელცინის ბრძანების საფუძველზე 1994 წლის 11 დეკემბერს რუსული სამხედრო ნაწილები რესპუბლიკის ტერიტორიაზე შევიდნენ. მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსულმა არმიამ გროზნო აიღო. დუდაევმა ქალაქი დატოვა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვეტია. მისი მეთაურობით ჩეჩნეთი რუსებს მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეომებოდა.
კრემლმა რამდენჯერმე სცადა ჯოხარ დუდაევის მოკვლა. ჩეჩნეთის ლიდერზე სამი უშედეგო თავდასხმის შემდეგ მოსკოვმა მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მაინც მოახერხა. 1996 წლის 21 აპრილს რუსეთის სპეცსამსახურებმა დუდაევის სატელეფონო სიგნალის მიხედვით ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადგილმდებარეობა დაადგინეს. პრეზიდენტი დაბა გეხიჩუსთან იმყოფებოდა. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ყისიერი რეაგირება მოახდინა. დუდაევის მიმართულებით, რომელიც ჯერ კიდევ ტელეფონით საუბრობდა, 2 რაკეტა გაუშვეს. Президенты ადგილზე გარდაიცვალა. С правой стороны я увидела желтое пламя. მარჯვენა მხარეს ყვითელი ალი დავინახე. და ჭურვის ტვენა მომესმა. აფეთქების ტალღა მთხრილში გადამაგდო. როდესაც თხრილიდან ამოვდიოდი, ვერაფერი დავინახე და ჩემთვის გავიფიქრე, რა უცებ მოასწრეს დამალვა და მანქანის გადაყვანა მეთქი. ამ დროს ჯოჰარის მცველმა დამფარა და კვლავ მიწაზე აღმოჩნდი. გაისმა მეორე რაკეტის აფეთქების ხმა. რაკეტის აფეთქების ხმა ისეთი საშინელი არ არის, როგორიც მაგალითად მძიმე საავიაციო ჭურვების აფეთქების ხმა. ამიტომ ძალიან არ შემშინებია. როდესაც მცველი ფეხზე ადგა, მე ცოტა დავიცადე და შემდეგ ჯოჰარის ძმისშვილის ისანის ტირილის ხმა გავიგე. თხრილიდან ამოვედი. მიწაზე ჯოჰარის მცველი მუსა ედიკოვი იჯდა. და მუხლებზე ჯოჰარი ესვენა. იგი კვდებოდა. კრემლმა ჩეჩნეთის პრეზიდენტი მოკლა, მაგრამ ჩეჩენთა წინააღმდეგობა ამით ვერ გატეხა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევი შეუდგა. მთავრობის მეთაურად კი ასლან მასხადოვი დაინიშნა. 1996 წლის აგვისტოში ჩეჩნეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია ჯიჰადი წამოიწყეს და რესპუბლიკის დედაქალაქი გაათავისუფლეს. რუსეთი იძულებული გახდა მარცხი ეღიარებინა. 31 აგვისტოს ხელმოწერილი იქნა ფასავიურთის შეთანხმება, რომლის საფუძველზეც რუსულმა სამხედრო ნაწილებმა სრულად დატოვეს რესპუბლიკის ტერიტორია. 1997 წელს ასლან მასხადოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ჩეჩნეთში მშვიდობა სულ 3 წელი გრძელდებოდა. 1999 წლის სექტემბერში რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ჩეჩნეთში რუსეთის გავლენის აღსადგენად ფედერალური ჯარები შევიდა. რესპუბლიკაში კვლავ ომი დაიწყო. მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, რუსული არმია მეთოდურად ავიწროებდა ჩეჩნურ ფორმირებას. განურჩევლად იბომბებოდა ჩეჩნური ქალაქები და სოფლები. 2001 წლისთვის კრემლი ჩეჩნეთის თითქმის ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდა. ისევე როგორც დუდაევის შემთხვევაში, მოსკოვმა კვლავ პირველ პირებზე ნადირობა დაიწყო. – 2004 წლის თებერვალში ყატარში მანქანაში ააფეთქეს ზელიმხან იანდარბიევი. 2005 წელს კი კრემლმა ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ლიკვიდაციაც მოახერხა. მასხადოვი დაბა ტოლსტოი იურჩი ალყაში მოაქციეს და ის შენობა, სადაც იგი თავის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა, ააფეთქეს. 10 წლის მანძილზე მიმდინარე ომის შედეგად რუსეთმა ჩეჩნეთის დამორჩილება შეძლო და იქ მარიონეტული მთავრობა დანიშნა. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, კრემლს არ შეუძლია პარტნიორული, თანასწორი ურთიერთობა დაამყაროს იმ ქვეყნების ხელისუფლებასთან, რომლებსაც თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. მოსკოვი უპირობო მორჩილებას ითხოვს.
ვინც ამას არ ეთანხმება, იგი ტრადაღ იქნება. მე-20 საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიამ უამრავი ქვეყნის მთავრობა დაამხო, მათგან 8 სახელმწიფოს მეთაური სიცოცხლეს გამოასალმა, ხოლო დანარჩენებს ემიგრაციაში წასვლა აიძულა. პირველი პირების ფიზიკური ლიკვიდაცია მოსკოვის საფირმო ნიშანი გახდა. ლიდერის გარეშე დარჩენილ დემორალიზებულ მოწინააღმდეგეს კრემლის შემდეგ უკვე ადვილად ამარცხებდა. ასეთი ტაქტიკა თითქმის ყველგან და ყოველთვის ამართლებდა. გამონაკლისს მხოლოდ ერთეულები წარმოადგენდნენ. 1920 წლის აგვისტოში პოლონეთმა და მისმა ლიდერმა პილსუდსკიმ სასწაული მოახდინეს და საბჭოეთი გააჩერეს. 1939-40 წლებშიც ვერავინ წარმოედგენდა, რომ მცირერიცხოვანი ფინელი ხალხი წითელი არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. მაგრამ მანერჰეიმის მეთაურობით ფინეთმა გაუძლო კრემლის შეტევას. დიდი მცდელობის მიუხედავად, საბჭოთა რუსეთმა ვერ მოახერხა დამოუკიდებელი ფინეთის მთავრობის დამხობა და იძულებული გახდა მხოლოდ ფინეთის ტერიტორიის 10%-ის მიტაცებით დაკმაყოფილებული. 2008 წლის აგვისტოში წარუმატებლობა კრემლმა საქართველოშიც იწვია. მან ვერ შეძლო საქართველოს სრული ოკუპაცია და პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა. ვერ მოახერხა მთავარი მიზნის მიღწევა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა. იმ ფონზე, როცა საქართველოს რეფორმისტული კურსისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა იზრდება, აგვისტოს აგრესიის შემდგომ პერიოდში კრემლის წარუმატებლობა სულ უფრო აშკარა ხდება. მართალია, რუსეთის ჯარებს დღესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. მაგრამ ფინეთის შემთხვევისგან განსხვავებით, კრემლმა ვერ შეძლო ამ ტერიტორიების ფაქტობრივი მითვისების დაკანონება. პირიქით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ეს ტერიტორიები აღიარებულია როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები. დღეს 21 საუკუნეში მსოფლიო საზოგადოებას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ არ დაუშვას საბჭოთა კავშირის აღდგენა და საბჭოთა იმპერიის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსგავსი დანაშაულების გამეორება. ამიტომ განწირულია იმ ადამიანთა იმპერიული ზრახვები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად აღიქვამენ და სხვადასხვა ხალხების თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.